მინდა ამ საუბარში კიდევ ერთი ხმა ჩავრთო. ჩვენთან ერთად არის დევიდ შანკერი, HSS-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ასევე არაბული პოლიტიკის პროგრამის დირექტორი ვაშინგტონის ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში. დევიდ, ძალიან გვიხარია, რომ დღეს IOCOT News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. თქვენ ამბობთ, რომ ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა 10 წლეულების განმავლობაში ჰეზბოლას წინააღმდეგ მოქმედებისთვის, რადგან ეს ჯგუფი და ირანი სუსტები არიან. მაგრამ როგორ გამოიყურება რეალური ქმედება ბეირუთიდან და როდის უნდა ვიხილოთ ეს? სალამ მშვიდობისა თქვენ და თქვენს მაყურებლებს. მოусმინეთ, ვფიქრობ ლიბანში არსებობს შეშფოთება, რომ ჰეზბოლასთან სამხედრო დაპირისპირება გამოიწვევს იმას, რომ ჰეზბოლა დაუბრუნდება თავის ძალადობრივ პოლიტიკას ლიბანის მთავრობის წინააღმდეგ 2005-დან 2018 წლამდე. ჰეზბოლა მოკლა დაახლოებით 25 პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი და კრიტიკოსი. ამიტომ ვფიქრობ, ამაზე ნამდვილად არსებობს შეშფოთება, მაგრამ საბოლოოდ ლიბანის შეიარაღებულ ძალებს მოუწევთ გარკვეული ქმედებების განხორციელება ჰეზბოლას შესაზღუდად და ტერიტორიის გასაკონტროლებლად და საბოლოოდ ჰეზბოლას იარაღის ჩამორთმევა, აღება, კონფისკაცია. და ისინი თავს იკავებდნენ ამის გაკეთებისგან. ვფიქრობ, ეხლა ისინი შეეცდებიან რაიმე გეგმა შეიმუშაოს. ეს არის თანმიმდევრობის საკითხი, თუ რა უნდა გააკეთოს ლიბანმა, რომ შესაძლოა მიიღოს საპასუხო ნაბიჯი ისრაელისგან, რათა აჩვენოს კეთილი ნება. მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ამ პროცესის ძალიან საწყის ეტაპზე ვართ. კარგი, ასევე მიმდინარეობს დებატები ზებატების ზეწოლასა და მოთმინებას შორის. ზოგი ამბობს, რომ ისრაელის სამხედრო ზეწოლა ძალიან ასუსტებს ლიბანის სახელმწიფოს. სხვები კი ამბობენ, რომ ზეწოლის გარეშე ჰეზბოლა არაფერს დათმობს. თქვენ რომელ მხარეს გახართ ამ საკითხში? რას უნდა ითხოვდეს თეთრი სახლი ამ ეტაპზე, როგორც ბეირუთისგან, ასევე იერუსალიმისგან? ორივე ეს მოსაზრება სწორია. აუცილებელია კოორდინირებული ისრაელის ზეწოლა. ეს ჩვენ ვიცით. ბოლო ცეცხლის შეწყვეტასა და ბრძოლების განახლებას შორის როიტერსმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჰეზბოლა თვეში დაახლოებით $50 მილიონ ხარჯავდა გადაჯგუფებასა და ხელახალ შეიარაღებას. ამიტომ ეს არ უნდა მოხდეს. ლიბანის მთავრობა უნდა იყოს ისეთ მდგომარეობაში, რომ გადადგას გარკვეული ნაბიჯები, როგორც საზღვრებზე, ასევე ქვეყნის შიგნით, რათა ეს არ დაუშვას. მიუხედავად ამისა, მართალია ისიც, რომ ასეთი რამე უპრეცედენტოა, ალბათ 92-93 წლებიდან მოყოლებული. მართლა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლიბანის მთავრობა პირდაპირ აწარმოებს მოლაპარაკებებს ისრაელის მთავრობასთან. და ეს პოპულარულია და ფართოდ ფართაჭერილია ლიბანში. და ამავე დროს ვფიქრობ, მთავრობას მოუწევს აჩვენოს ამ მოლაპარაკებების სარგებელი ცეცხლის შეწყვეტის გარდა. მას დიდი პრობლემები აქვს. მილიონ ნახევარი ტოლვილი, რომლებიც იძულებით გადაადგილდნენ ქვეყნის შიგნით, მათგან ბევრი ბეირუთში ცხოვრობს. ვფიქრობ, მათ სურთ ან სიმშვიდე, ან პროგრესი მიიღონ. ამას ნაწილობრივ შეიძლება პოლიტიკურად მიაღწიონ, მაგრამ საბოლოოდ მათ მოუწევთ რთული სამუშაო სამხედრო გზით შეასრულონ. ხო, ლიბანის შეიარაღებულ ძალებს შეუძლიათ ეს სამხედრო გზით გააკეთონ. შეუძლიათ ისინი გახდნენ საშუალება ჰეზბოლას განიარაღებისთვის. ან რა უნდა გააკეთოს ვაშინგტონმა ჯერ, რომ შესაძლოა გაასუფთავოს და თუნდაც შეამოწმოს არმია, რათა დარწმუნდეს, რომ გარკვეულ პირებზე ჰეზბოლა გავლენას არ ახდენს. ლიბანის შეიარაღებულ ძალებში 80,000 კაცი და ქალი მსახურობს. ეს დიდი ძალაა იმ ძალასთან შედარებით, რომელსაც ადგილზე ჰეზბოლა წარმოადგენს. მეორე მხრივ იცით, შიიტები მოსახლეობის 35-დან 38% შეადგენენ. ლიბანის არმიაში ბევრი შიიტია. და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ლიბანის არმია ბოლო 20 წლის განმავლობაში ჰეზბოლასთან თანამშრომლობდა, კონფლიქტებს არიდებდა და კოორდინაციას უწევდა. და არსებობს ინფილტრაციის პრობლემა. ამავე დროს შეერთებულმა შტატებმა უნდა დაეხმაროს. ლიბანის მთავრობისთვის, ლიბანის შეიარაღებული ძალებისთვის ამოცანების დასახვა ან დახმარება, რომ გადააყვანონ ადამიანები გრძნობიარე თანამდებობებიდან. და ასევე დაიწყონ მთავრობისა და ლიბანისთვის დავალეულებების მიცემა, რომ ადგილზე იმუშაონ. LSHJ აქამდე ძირითადად დამოუკიდებელი ორგანიზაცია იყო. ისინი არ ასრულებენ ლიბანის მთავრობის ბრძანებებს, მაგრამ 2008 წელს მათ ეს უგულებელყვეს. უახლეს პერიოდში მათ არ სურდათ განიარაღება ლიტანიდან ჩრდილოეთით, ლიტანიდან მირმა, რაიმე ფორმით. ესე რომ, იცით, ძალების გაწმენდის
ბენზინის დაფინანსების, მობილურობის და სხვა მსგავსი საკითხების კომბინაცია. მაგრამ აქ შეერთებულ შტატებში კონგრესი ფიქრობ ნამდვილად სკეპტიკურადაა განწყობილი, რომ ლიბანის არმია ოდესმე შეასრულებს ამ საქმეს. ამიტომ უნდა ვნახოთ, რომ ისინი რაღაცის კეთებას დაიწყებენ, სანამ ვაშინგტონიდან უფრო მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა იქნება. კარგი, დევიდ შენკერ, ძალიან სასიამოვნოა, რომ დღეს 24 News English-ზე ჩვენთან ერთად ხართ. მადლობა, რომ გაგვიზიარეთ ეს ყველაფერი ამ საღამოს.